ეროვნულ არქივს 1918-21 წლებში დიპლომატიური მიმოწერის არქივი გადაეცა. არქივი დაახლოებით 400-მდე დოკუმენტს მოიცავს და იგი 5-ენოვანია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში არქივის გადაცემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და არქივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა მეტრეველმა და დამსწრე პროფესორებმა და აკადემიკოსებმა. დღეს მოხდა დიდი მოვლენა ძალიან, რომ იტალიაში დაუნჯებული ქართული მასალა, ქართული საარქივო მასალა, ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედისა და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 30-იანი წლების ჩათვლით ძალიან საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა ქართული დღეს გადაეცა საქართველოს ისტორიულ ცენტრალურ არქივს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისთვის დიდი პატივია. დღეს მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში ჩვენ გადმოგვეცა მართლაც უნიკალური დოკუმენტები, რომელიც ჩვენს არქივში შეინახება დამუშავდება საარქივო წესით და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. დოკუმენტები ეხება როგორც იტალიაში არსებულ საქართველოს წარმომადგენლების მიერ მომზადებულ მასალებს, საიდუმლო მასალებს, რომლებიც უგზავნიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე იტალიის წარმომადგენლობა, იტალიის საქმეთა რწმუნებული არსებობდა, მაშინ ელჩი არ იყო, იტალიის ელჩი საქართველოში, მათი ანგარიშები და მათი სურვილები თუ რა რეაქცია უნდა ქონოდა, რეაგირება უნდა ქონოდა იტალიის მთავრობას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია, მე გემშვიდობებით ნახვა.